ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. ხელოვნური ინტელექტი შენმოქმედებაში. ტექსტი, ვიდეო, ფოტო, აუდიო. ერთი მოდულის ღირებულება მხოლოდ 19 ლარი. ჩვენ შევქმნით AI audience-ერი, ჩვენ შევქმნით AI news-ი. ჩვენ შევქმნით გაიდი ონლაინ მედიის AI-ია და ახლა ჩვენ შევქმნით კურსი თქვენთვის. ხელოვნური ინტელექტის შენმოქმედება. ეს ხმაც ჩვენ შევქმნით ხელოვნური ინტელექტით. ეს გამოსახულებაც და ახლა შეგვიძლია გასწავლოთ შენც. ტექსტის, ფოტოს, ვიდეოს, აუდიოს შენმოქმედება. სერტიფიცირებული კურსი ნათია კუპრაშვილთან, ნინა ხელაძესთან და JRC-ის გუნდთან ერთად. მოგესალმებით, ეს აგროსიახლეებია. მე ჟურნალისტი ბელა გელაშვილი ვარ. და აგროსიახლეების გუნდთან ერთად, რა თქმა უნდა, გიყვებით ყველაფერს, რაც ეხება აგროს და ეხება გარემოსაც. საუბრობთ აგრარულ ტენდენციებზეც და ზოგადად სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზეც, რაც ჯამში სოფლების და რეგიონების განვითარების წინაპირობაა. რა თქმა უნდა, აქტუალობიდან გამომდინარე, ფოკუსში ვტოვებთ კლიმატგონივრულ რეპორტინგსაც. ცოტა ხნის წინ საქართველოს აკვაკულტურის მდგრადი განვითარების 2024-28 წლების სტრატეგია დამტკიცდა. სამინისტრო აცხადებს, რომ სტრატეგიის მთავარი მიზანი საქართველოში აკვაკულტურის წლიური წარმოების მინიმუმ 5-ჯერ ზრდაა. ძალიან ამბიციური ხომ არ არის, რამდენად რეალურია ამ მიზნის დასახვა და მის მისაღწევად რამდენად თანმიმდევრული ნაბიჯებია სტრატეგიაში გაწერილი. დღეს ამის გარკვევაში დაგეხმარებით. 5 წელში წარმოების 5-ჯერ ზრდის რა მექანიზმი აქვს შემუშავებული ხელისუფლებას. ეს უპირველესად გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვიკითხეთ. აღმოჩნდა, რომ სტრატეგია თევზჭერას არ ფარავს. სამინისტრო მეთევზეობის კონცეფციაზე ცალკე მუშაობს და მასში თევზჭერის, რეწვის და აკვაკულტურის საკითხებს გააერთიანებს. ეს არის პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობის, ჩვენი მოსახლეობის თევზის პროდუქტები ზონველყოფა, იმპორტის ჩანაცვლება, მაქსიმალურად შესაძლებელი ჩანაცვლება. გარდა ამისა, აკვაკულტურის სტრატეგია ითვალისწინებს ისეთ საინტერესო საკითხებს, როგორც არის შიდა წყალსატევების ბუნებრივი თევზის რესურსების აღდგენას. და რაც თავარია და რაც თქვენთვის ცნობილია, ეს არის აკვაკულტურაში შავი ზღვის სანაპირო ზონის ჩართვას. ანუ თქვენ იცით, რომ აკვაკულტურაში ბოლო წლებამდე და დღესაც ჯერაც არ არის ჩართული შავი ზღვა და მისი აკვატორია. და სტრატეგია ითვალისწინებს მის ჩართვასაც, ასე ვთქვათ, სამეურნეო საქმიანობაში. და დღესდღეობით არის ესეთი სიტუაცია, რომ ჩვენ ვაწარმოებთ შიდა წყალსატევებში აკვაკულტურის პროდუქციას, წარმოება სადღაც 3000 ტონას უახლოვდება. წარმოების ძირითადი ობიექტებია სათბორე მეურნეობებში, კობრის, ქელშუბლა, ამური, ლოქო. ძირითადი კიდევ ერთი ობიექტია კალმახი. თქვენთვის ცნობილია სადღელა კალმახი. და მთლიანი წარმოება არის სადღაც 3000 ტონამდე. რომ გადავხედოთ სიტუაციას, ეს არის სადღაც ჩვენი მოხმარების საერთოდ თევზის პროდუქტების მოხმარების 10%-მდე.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნების და რეკომენდაციების მიხედვით 21 კილოა წლიური მოხმარება რეკომენდირებული თევზის პროდუქტების. ჩვენი თევზის პროდუქტების მოხმარება არის სადღაც 4.5 კილო ერთ ადამიანს ერთ სულზე წლის განმავლობაში. ამას რამოდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში ის კი არა, რომ თევზი არ ყოფნის დაუშვა, თუმცა არის ეს საკითხებიც. თევზი თქვენ როგორც ხედავთ ბაზარზე საკმაოდ ძვირია და რაოდენობა ძირითადად შემოტანილია იმპორტირებული თევზია. თუმცა არის სხვა მიზეზებიც დაუშვა. ჩვენ არა ვართ ფლად თევზის მომხმარებელი ერი და აქ არის ნიუანსებიც დაუშვათ დასავლეთ საქართველოში უფრო მეტად მოიხმარება თევზი ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში. თუმცა ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ მაგალითი გვაქვს ის, რომ პოსტსაბჭოთა პერიოდში ჩვენთან ოფიციალურად მოხმარება შეადგენდა 8 კილოგრამს თევზის პროდუქტების მოხმარება. ჭერაზე და თევზის რეწვეზე სამინისტრო მუშაობს ამ საკითხებზე და ამ ეტაპზე მუშავდება კონცეფცია საერთოდ მეთევზეობის, სადაც გაერთიანებული იქნება საკითხები როგორც თევზის რეწვის, ასევე აკვაკულტურის. მაგრამ სტრატეგია, რომელიც ამჟამად დაიწერა, ის კონკრეტულად აკვაკულტურას შეეხება. აკვაკულტურის სტრატეგიაზე FAO მუშაობდა. ორგანიზაციის წარმომადგენელი ჯუბა მარუაშვილი დარწმუნებულია, რომ წარმოება 5-ჯერ 5 წელში მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ დოკუმენტში გაწერილი ყველა ღონისძიება განხორციელდება. მათ შორის ბუნებრივი რესურსებისა და აკვაკულტურის ობიექტების ინვენტარიზაცია, მეწარმეთა ცოდნის ამაღლება, სტანდარტების დანერგვა, ინვენტარიზაციის და განხორციელება და ინვესტიციების მოზიდვა, ასევე ფულად საკრედიტო რესურსებზე წვდომის გაადვილება. მოკლედ, გასაკეთებელი ბევრია. გაიწერა ის მიმართულებები, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში იქნება სწორედ შესაძლებელი, რომ წარმოების ზრდა მოხდეს 5-ჯერ. და თავის მხრივ სტრატეგიული ხედვა ამბობს, რომ ქვეყანაში აკვაკულტურის სექტორის განვითარება უნდა მოხდეს მდგრადი წყლის რესურსების გამოყენებით, თანამედროვე ტექნოლოგიების მაქსიმალურად დანერგვით და რაც თავარია ბაზარზე ორიენტირებულობით. ეს მიზანი, როგორც არის დღეს სტრატეგიულ დოკუმენტში ფორმულირებული, მოიცავს ყველა იმ არსებითად მნიშვნელოვან მიმართულებებს, რომელიც შესაძლებელია და რომელიც უკავშირდება თქვა ისეთ საკითხებს, როგორიც არის მაგალითად ბუნებრივი რესურსების ინვენტარიზაცია, თვითონ აკვაკულტურის ობიექტების ინვენტარიზაცია, სწავლის, ცოდნის დანერგვას მაქსიმალურად, სუსაცუნებლობასთან დაკავშირებული ხარისხის სტანდარტებთან მიმართებაში არსებული მიმართულებების და მნიშვნელოვანი საკითხების გათვალისწინებას, ინვესტიციების მოზიდვას, ბაზარზე ორიენტირებულობას და ასე შემდეგ. ამიტომ ფაქტურად ის ამოცანები, რომელიც მათ შორის შეფასებულია რისკების თვალსაზრისითაც, მათ შორის თქვათ გაანალიზებულია თუ დღეს რა მდგომარეობაა, მაქსიმალურად სადაც ეს შესაძლებელი იყო, რომ გაანალიზებულიყო და მეორე მხრივ 2028 წლის ბოლოსთვის სად უნდა ვიყოთ. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ კი ის ამოცანები, რომელიც დასახულია სტრატეგიულ დოკუმენტში, თანმიმდევრულად და სწორად იქნა განხორციელებული, ამ შემთხვევაში ნამდვილად იქნება შესაძლებელი, რომ დღეს არსებული წარმოების მაჩვენებლები იქნას 5-ჯერ გაზრდილი. დავინტერესდით, რამდენად სრულყოფილად ითვალისწინებს აკვაკულტურის სტრატეგია იმ რისკების გადაზღვევას თევზმომშენებლების საქმეში, რასაც კლიმატის ცვლილება აჩენს. არჩილ ფარცვანია ამბობს, რომ სტრატეგიაში გათვალისწინებულია თევზის სახეობების გამრავალფეროვნება, ასევე კლიმატისადმი მედეგი, შემგუებლური და მაღალიმუნური სახეობების მომრავლება მოშენება, რაც დარგის ჯიშურ დივერსიფიკაციასაც გულისხმობს. და მეორეც,
სტრატეგიაში გაწერილია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ახალი დაავადებების პროფილაქტიკა და სწორი მართვა. საუბარია ისეთი ტექნოლოგიების დანერგვაზეც, რაც თევზს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას გაუადვილებს, თუმცა ეს ტექნოლოგია საკმაოდ კაპიტალტევადია. რასაკვირველია რისკი კლიმატის ცვლილებების და ის ცვლილებები, რაც მოსალოდნელი ამ რისკის პარკლებში სტრატეგიაში ამაზე საუბარი არის. პირველ რიგში ეს არის ორი მიმართულება. პირველი მიმართულება ეს არის სახეობების, ანუ აკვაკულტურაში სხვა სახეობების ჩართვა, ასე ვთქვათ, დივერსიფიკაცია აკვაკულტურის, უფრო სხვა სახეობების ჩართვა, რომლებიც უფრო მდგრადი არიან ტემპერატურის ცვლილებებისადმი, ესეთი სახეობების და მეორე ეს არის კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული ახალი დაავადებების პროფილაქტიკა და ამ დაავადებებთან ბრძოლა. ანუ თუ ჩვენ განვიხილავთ კლიმატის ცვლილებებს და გავაკეთებთ, ასე ვთქვათ, ანალიზს შესაძლო პრობლემებისა, ეს არის ორი ძირითადი პრობლემა. მეორე პრობლემა, როგორც გითხარით, ეს არის შესაძლო ახალი დაავადებები, მათი პროფილაქტიკა და ბრძოლა. ამაზეც საუბარი არის სტრატეგიაში. ანუ, როდესაც ჩვენ ჩვენ ამ წუთას აკვაკულტურაზე გვაქვს საუბარი, ეს არის საუბარი ტექნოლოგიების შეცვლაზე და სახეობების შეცვლაზე. შეცვლაზე კი არა, უფრო სწორედ ადაპტაციაზე. შიდაწყლების შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა ვხედავთ, რომ კლიმატის ცვლილება მათ შორის პირველ რიგში აისახება წყლის რესურსებზე. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია იგივე ისეთი პრინციპების დანერგვა, მდგრადი მართვის ისეთი პრინციპების დანერგვა, რომელიც ადაპტირებული იქნება დღეს არსებულ კლიმატის ცვლილების დინამიკასთან და სტრატეგიულ დოკუმენტში არის მოცემული ისეთი მექანიზმები, რომელიც გულისხმობს მაგალითად მუდმივ მონიტორინგს, თქვათ, ბიომრავალფეროვნების მიმართულებით, როგორც შიდაწყლებზე, ისე შავ ზღვაში და ეს მონიტორინგის სისტემების დანერგვა, ეს არის სწორედ შესაძლებლობა და მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენ ვაკონტროლოთ, როგორია მაგალითად ინვაზიური სახეობების შედეგად წარმოქმნილი გარემო ადგილობრივ სახეობებთან შავის ზღვის შემთხვევაში იქნება და თუნდაც შიდაწყლების შემთხვევაში. ამიტომაც არის ხაზგასმული მაგალითად მწვანე და ლურჯი ტრანზიციის პრინციპების გათვალისწინება სტრატეგიულ დოკუმენტში და რა თქმა უნდა მაქსიმალურად ისეთი ტიპის მეთოდების, ტექნოლოგიების დანერგვა, რომელიც შეამცირებს კლიმატის ცვლილების ზეგავლენას და მეორე თავად აკვაკულტურის წარმოების ზეგავლენას შეამცირებს გარემოზე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ წყლის რესურსების გამოყენება გარკვეული მდგრადობის პრინციპების გარეშე ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ წარმოების პროცესში არ უნდა მოვახდინოთ ნეგატიური ზეგავლენა ბიომრავალფეროვნებაზე და აქედან გამომდინარე სწორედ იგივე წყლში და წყალსატევების ორგანიზების პროცესში მაქსიმალურად არის გასათვალისწინებელი გარემოს დაცვითი პრინციპები იმისთვის, რომ ადგილობრივი, თქვათ, უნიკალური ბიომრავალფეროვნება, რომელიც ადგილზეა, ეს მაქსიმალურად იქნას დაცული და მაქსიმალურად იქნას შენარჩუნებული. იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგები უფრო და უფრო სახეზეა, მათ შორის იგივე შიდაწყლების შემთხვევაში, როდესაც მაგალითად შეიძლება ჩვენ ხედავდეთ წყლის რესურსების სიმცირეს. ჯუბა მარუაშვილი, როგორც სტრატეგიაზე მომუშავე ექსპერტი და FAO-ს წარმომადგენელი, გვეუბნება, რომ აკვაკულტურამ მხოლოდ ეკონომიკის დარგი არ გახლავთ. მასში სოციალური და ეკოლოგიური ფაქტორებიც შემოდის და სწორედ გარემოს დაცვითი ნორმების დაცვის მიზნით სტრატეგიაში მოთხოვნილია, რომ აკვაკულტურის წარმოების ზრდა ეკოლოგიის ხარჯზე არ მოხდეს. ამიტომაც, როგორც ჯუბა მარუაშვილი გვეუბნება, FAO-მ კარგი პრაქტიკები გაანალიზა და ქართულ რეალობას მოარგო. მისივე თქმით, სტრატეგიაში მწვანე და ლურჯი ეკონომიკების მოთხოვნებიც გათვალისწინებულია.
ამ პროცესმა გაიარა მაქსიმალურად საერთაშორისო ექსპერტიზა და აბსოლუტურად ფაქტურად ჩვენი მხრივ, როდესაც ტექნიკურად წერდით და ხარს უჭერდით აი დოკუმენტის და სტრატეგიული მიზნების შემუშავებას, ვცდილობდით, რომ არ გამორჩენილიყო არც ერთი ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის განაშეც სრულყოფილად ვერ იქნება ქვეყანაში აგროკულტურის სექტორის განვითარება შესაძლებელი. ამიტომ ყველა ის მიმართულება და თქვენ სწორად გაუსვით ხაზი, მაგალითად სულსაძუნებლობის და ხარისხის კონტროლის საკითხებს, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი ამოცანა, რომ აგროკულტურის წარმოებაში უზრუნველყოფილი იქნას მაქსიმალურად ხარისხის კონტროლი, სანიტარული კონტროლი, მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული დაავადებების მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვა. აქ ასევე მივდივართ უკვე შესაბამისი სპეციალისტების გადამზადების ნაწილთან, რომელიც კავშირშია თავიდან ბოლომდე დარგის ეკონომიკურ ზრდასთან ერთის მხრივ, კავშირშია უნებლობის პრინციპების მაქსიმალურად გათვალისწინებასთან და რა თქმა უნდა ასევე კავშირშია გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური პრინციპების მაქსიმალურად მხედველობაში მიღებასთან. ამავე დროს აქვე დავსვენთ, რომ აქ ასევე ხაზგასმით არის ესე იგი გათვალისწინებული მწვანე და ლურჯი ეკონომიკის პრინციპები, მწვანე შეთანხმების, ლურჯი შეთანხმების პრინციპები, რომელიც გულისხმობს მდგრადად მაქსიმალურად ყველა იმ ასე ვთქვათ გვერდითი, მაგრამ მნიშვნელოვანი მიმართულებების გათვალისწინებას სექტორის განვითარებისთვის, რათა ერთიანობაში მოხდეს დაბალანსებულად სექტორის ზრდა. როგორც თავში ვთქვი, როგორც გარემოსდაცვითი, ეკოლოგიური მიმართულებით, მაგრამ მეორე მხრივ ეკონომიკურადაც მოხდეს მდგრადად ზრდა, რამაც თავის მხრივ უნდა უზრუნველყოს თვითონ სექტორში ეკონომიკური გააქტიურება, დასაქმების ზრდა და ასე შემდეგ. ეს არის ფერმიდან სუფრამდე პრინციპი, როდესაც ისეთი მიდგომები და ისეთი თქვათ ასპექტები უნდა იქნას გათვალისწინებული, რომელიც ერთის მხრივ გარემოზე ზემოქმედებას, მეორე მხრივ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედებას, მესამე მხრივ რესურსების მაქსიმალურად დაზოგებას და ოპტიმიზაციას გულისხმობს და აქედან გამომდინარე სწორედ იგივე ამ შემთხვევაში, აგროკულტურის შემთხვევაში არის სწორედ ლურჯი ტრანზიციის ასპექტი და კომპონენტი შემოყალიბებული, რომელიც გულისხმობს სწორედ წყლის რესურსებში იგივე პრინციპების გამოყენებას. მწვანე ტრანზიციის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული მაგალითად კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის წარმოებასთან, კონსერვაციული სოფლის მეურნეობის წარმოებასთან, კლიმატგონივრულობა წყალში, სწორად მესმის ძალიან კლიმატგონივრულობა ეს არის მწვანე შეთანხმების ნაწილი, მათ შორის ლურჯი ტრანზიციის ნაწილში არის სწორედ ეს მდგრადი წარმოების პრინციპების გამოყენება, რაც გულისხმობს ეკოლოგიური, თქვათ და გარემოსდაცვითი პრინციპების მაქსიმალურად გათვალისწინებას. ამ დოკუმენტზე მუშაობისას მაქსიმალურად ვითვალისწინებდით უკვე იმ ნასწავლ გაკვეთილებს, რომელიც მაგალითად ხმელთაშუა ზღვის და შავი ზღვის აუზის, როდესაც ჩვენ საუბარი გვექნება მაგალითად მარიკულტურის ნაწილზე, გამოცდილებას, ასევე შიდა წყლების შემთხვევაში, თქვათ შეიძლება ყოფილიყო მაგალითად ესპანეთის, თქვათ იგივე საბერძნეთის, შავი ზღვის შემთხვევაში თურქეთის და ასე შემდეგ ქვეყნების გამოცდილებები, თქვათ როგორც შავი ზღვის აკვატორიის და ზოგადად საზღვაო აგროკულტურის, ასევე შიდა წყლების მიმართულებით. ამიტომ თუმცა რა თქმა უნდა ეს ნასწავლი გაკვეთილები გაანალიზებული იქნა, მაგრამ ბუნებრივია ჩვენ მაქსიმალურად ვუბრუნდებოდით იმ რეალობის გათვალისწინებას, რაც დღეს საქართველოში გვაქვს. რეალობა კი ასეთია, რომ დარგი ჯერ კიდევ ითვლება როგორც ახალგაზრდა დარგად. თუ მანამდე აკვაკულტურა არაგეგმიურად ვითარდებოდა, როგორც ამას სპეციალისტები გვეუბნებიან, ცოტა ხნის წინ ის სავალდებულო ლიცენზირებას დაექვემდებარა. ლიცენზია გარემოზე ზემოქმედების მინიმალიზებასაც ითვალისწინებს. არჩილ ფარცვანია ქვეყანაში აკვაკულტურის რეგიონული გადანაწილების სპეციფიკასაც გვიხსნის და გვეუბნება, რომ აქ ერთ-ერთი მთავარი მდგენელი
კლიმატური პირობებია. Მსოფლიოში აკვაკულტურის სექტორი გამოირჩევა იმით, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში ნებართვებს ექვემდებარება და ჩვენი სტრატეგიაც და კანონმდებლობაც უკვე ითვალისწინებს იმას, რომ აკვაკულტურის საქმიანობა მოითხოვს ნებართვებს. და ეს არ არის უბრალოდ რაღაც შემზღუდავი. ნებართვა ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ნებართვა ითვალისწინებს იმას, რომ გამოყენებული წყალი იყოს შესაბამისი, ნებართვა ითვალისწინებს იმასაც, რომ სურსათის უნებლობა იყოს დაცული. ეს მრავალმხრივი ასპექტია და ყველა ეს ასპექტი უნდა იყოს გათვალისწინებული. დაინტერესებულმა პირებმა იციან, რომ კალმახის წარმოების მხრივ ეს არის შიდა ქართლი, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი. დიახ, სატბორე მეურნეობები და თბილი წყლის თევზების წარმოების მხრივ ეს არის პირველ რიგში კახეთი და სხვა რეგიონები, იმერეთი, სამეგრელო, ანუ სატბორე მეურნეობები, სადაც არის განვითარებული. მაინც რა არის მთავარი გამოწვევა დღეს აკვაკულტურის სექტორში? აღმოჩნდა, რომ ცოდნა და ტექნოლოგიური გადაიარაღება. სასიცოცხლო მნიშვნელოვანია ინვესტიციებიც. როგორც სამინისტროში გვეუბნებიან, სახელმწიფო ცდილობს ფინანსური დახმარების მექანიზმი შეიმუშაოს, ან უკვე არსებული პროგრამები თევზის მწარმოებლების საჭიროებებს მოარგონ. არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულებების გამოყოფა შეიძლება როგორც შიდა წყლების, ისე საზღვაო მიმართულებით. ეს დაკავშირებულია ინფრასტრუქტურასთან, თანამედროვე ტექნოლოგიებთან, ცოდნასთან. ცოდნა ეს არის ხერხემალი, ასე ვთქვათ, სექტორის განვითარებისთვის და ადგილზე სპეციალისტების გადამზადება და ზოგადად ან კადრების შექმნა, რომლებიც დააკვალიანებენ ფერმერებს და მათ შორის თვითონ ფერმერებშიც, მწარმოებლებშიც ცოდნისა და ინფორმაციის გაჩენა, ეს არის საწყისი და ხერხემალი მთლიანობაში შემდეგ უკვე იმ ასე ვთქვათ, საჭიროებების მოგვალების და ზოგადად გამოწვევის გადაწყვეტის, რომელიც არაერთია, თქვათ, იგივე როგორც თუ ინფრასტრუქტურა, აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ეს სტრატეგიაში არის მაქსიმალურად ხაზგასმული, ლაბორატორიული სიმძლავრეები, კვლევითი ნაწილი დაავადებებთან ბრძოლის მიმართულებით და იგივე ვეტერინარული პრეპარატების, სამედიცინო პრეპარატების გამოყენების მიმართულებით. ეს არის ის საკითხები, რომელიც როგორც ძირითადად რა თქმა უნდა უმთავრესად თავს იჩენს შიდა წყლების შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის ნაწილი რა თქმა უნდა ასევე აქტუალურია შავი ზღვის შემთხვევაში და ასევე მაგალითად აღრიცხვიანობა, მონაცემების წარმოება, ობიექტების მაქსიმალურად ესე იგი მზარდ დინამიკაში რეგისტრაცია, რომ ფაქტურად არსებობდეს სრული სურათი, რომ თქვათ როგორ იზრდება დინამიკაში აკვაკულტურა და თქვათ როგორ ჩნდება ეტაპობრივად ის საჭიროებები, რომელიც სხვადასხვა მექანიზმებით უნდა იქნას მხარდაჭერილი, როგორც ეს მაგალითად სტრატეგიულ დოკუმენტშია, ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო პროგრამების და მხარდაჭერის მექანიზმების ჩაშვება და ამუშავება, ეს შეიძლება იყოს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა სექტორში, იმიტომ რომ და გადავალ თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილზე, იმიტომ რომ ჩვენ ხაზგასმით ვადასტურებთ, რომ აკვაკულტურის სექტორს საქართველოში აქვს საკმაოდ მაღალი ზრდის პერსპექტივა. სახელმწიფო მუშაობს იმაზე, რომ აი ამ სტრატეგიის ამოქმედებისას, მუშაობისას გათვალისწინებული იყოს სხვადასხვა მასშტაბის ფერმერების ინტერესები. ანუ უჩვეულებრივად რო ვთქვათ, რომ წვრილი ფერმერული მეურნეობები, საოჯახო ფერმერული მეურნეობები რომ არ დარჩენ, ასე ვთქვათ, შემოსავლების გარეშე, საშუალო მეურნეობები რომ დამატებითი შემოსავალი მიიღონ და რასაკვირველია, შავი ზღვის ჩართვა მოგცემს იმას, რომ
მსხვილი კომპანიები გაჩნდება, როგორც მოწინავე ქვეყნებში, რომლებისთვისაც ეს იქნება საკმაოდ კაპიტალტევადი ბიზნესი, მაგრამ მსხვილი კომპანიის მიერ წარმართული. ყველა მიმართულებით სახელმწიფოს გათვლილი აქვს მხარდამჭერი ღონისძიებები წვრილი ფერმერებისთვის, საშუალო ფერმერებისთვის, პირველ რიგში ადგილობრივი ფერმერებისთვის, რაც შეეხება მსხვილ კომპანიებს, რასაკვირველია მხარდაჭერა ეს იქნება პირველ რიგში რეგულაციების შემდგომ ანუ ბიზნესის წარმართვის სიადვილე თუკი ჩვენ წვრილ ფერმერებში შეიძლება ეკონომიკური დახმარებების პაკეტები შევიმუშაოთ და ავამოქმედოთ, მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში ეს პირველ რიგში არის რეგულაციები და სიადვილე ბიზნესის კეთების, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი. ბატონ არჩევი, რეგულაციების შემსუბუქებას, აი რას არა, რეგულაციების შემსუბუქებას და რაც თავარია აქ, რეგულაციები უნდა იყოს კანონზომიერი, არახელოვნური და გამომდინარე ბიზნესიდან და ბიზნესის ინტერესებიდან, არა ბიზნესმენის, არამედ ბიზნესის ინტერესებიდან. ბიზნესმენიც რასაკვირველია, მაგრამ ძირითადად ბიზნესი, რომ ბიზნესი მდგრადად განვითარდეს და მაქსიმალური პროდუქტიულობა გამოავლინოს. აგროქიმიის უკონტროლო გამოყენება და ნარჩენების მართვა, უпростоრად უმართავობა. ეს აკვაკულტურის განვითარების კიდევ ერთ ხელისშემშლელ ბარიერად სახელდება. ცალკე პრობლემაა მდინარის ერთ აუზზე მიბმული რამდენიმე თევზსაშენიც. ამ დროს ერთის პრობლემა ავტომატურად მეორესაც აზარალებს. ამ შემთხვევაში ანტიბიოტიკებით თევზის მკურნალობაც პრობლემა ხდება ხოლმე. მეწარმეები ამბობენ, რომ კონტროლი ამ მხრივ ან საერთოდ ვერ ხდება, ან უკიდურესად სუსტია. ეს არის უნიშნულოვანი პრობლემა და გამოწვევა, მათ შორის ქიმიური ნარჩენების თვალსაზრისით იგივე სოფლის მეურნეობაში. თუნდაც, როდესაც ხდება სხვადასხვა ელემენტების გამოყენება, იგივე მორცხვისას, როდესაც შეიძლება მაგალითად ნაკვეთებში მიედინებოდეს წყალი, რომელიც იყოს შემდეგ უკვე მაგალითად, რომელიმე მდინარისთან მიმული და აღნიშნული მდინარის რესურსი შეიძლება იქნას გამოყენებული აკვაკულტურისთვის. ეს არის ბუნებრივია, ხაზგასმული ძალიან, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ იგივე მდგრად განვითარებაზე, იქიდან გამომდინარე, როდესაც ჩვენ საუბრობთ იგივე ინვენტარიზაციაზე, როდესაც საუბრობთ ესე იგი ხარისხისა და კონტროლის მექანიზმების დანერგვაზე, აქ იგულისხმება სწორედ მათ შორის ამ გამოწვევასთან ბრძოლა, იმიტომ რომ ეს როდესაც მაგალითად ერთი მდინარის აუზი კვებავს 10-20 აკვაკულტურის ობიექტს, მნიშვნელობა არ აქვს რომელიმე მათგანს თუ კი აქვს მაქსიმალურად მაღალი სტანდარტები დაცული და უმაღლესი კლასის ინფრასტრუქტურა თუ თანამედროვე ტექნოლოგიები. როდესაც უკვე ფაქტურად ერთი აუზით სარგებლობს რამოდენიმე ობიექტი, იქ ისეთი ტიპის გამოწვევები, როგორც არის მაგალითად საწარმოო ნარჩენები, ნარჩენები ზოგადად, ქიმიური ნარჩენები და ასე შემდეგ, ეს არის უკვე მთლიანად ერთი მდინარის აუზის გამოწვევა. ეს იქნება თქვა დიდი წარმოება თუ მცირე წარმოება. აქედან გამომდინარე, ამ პრობლემაზე პასუხი მათ შორის არის სტრატეგიაში იმ მექანიზმების დანერგვით ამოცანებში, რომელიც არის გაწერილი ამ მიზნის ქვეშ, ეს გულისხმობს ხარისხის კონტროლ სტანდარტების მონიტორინგის სისტემების დანერგვას და ასე შემდეგ. და მათ შორის ყველაზე მთავარი ეს არის არანაკლები უბრალოდ თავად წარმოებლებთან მუშაობა, ფერმერებთან მუშაობა, აქ თქვენ ბუნებრივია შეეხეთ ნარჩენების ნაწილს, მაგრამ მე აქვე დავამატებდი მაგალითად ვეტერინარული მედიცინის პროდუქტების და პრეპარატების გამოყენების სიმწვავეს, ანტიბიოტიკების გამოყენების სიმწვავეს, როდესაც მნიშვნელოვანია და აუცილებელია, რომ ეს მოხდეს მაქსიმალური კონტროლის და მაქსიმალური რაციონალურობის გათვალისწინებით,
და აქ არის შემდეგ უკვე გადავდივართ ისეთ საკითხებზე, როგორც არის თქვა დაავადებების იდენტიფიცირება, კონტროლი, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება და ასე შემდეგ. ცით რა მე თქვათ რაღაც შეხვედრები მქონია სხვადასხვა ფერმერებთან და მე ვიცი მაგალითად კალმახზე ხო კალმახი არის ბევრად უფრო მე მუშაობ ჯერჯერობით კობრზე მაგრამ კალმახი ორაგული ბევრად უფრო სენსიტიური თევზი არის და მათ სჭირდებათ ანტიბიოტიკები და ასე შემდეგ ბევრი რაღაცის შეშველება კობრი მაინც ფაქტიურად არ ყვდება ძალიან გამძლე არის და მაგიტომ არც ჩვენ მაგალითად არც წამალს უშვებით არაფერი არ სჭირდება თევზს და კალმახი არის უფრო ფაქიზი თევზი და მაგიტომ კონტროლი არ ხდება, აი თქვათ ერთ-ერთი ფერმერი იყო, ისაც ველაპარაკებოდი, გვეუბნებოდა, რომ ჩვენს თავზე, ხო თქვათ, ანუ ეს ხო დაღმართზე მოდის რა, დინება, ვინც არის ფერმერიო, იმან რომ ანტიბიოტიკები უქნას წყალში, ფაქტობრივად ჩვენზეც მოქმედებსო და არანაირი კონტროლი არ ხდება ის, რომ ჩვენ ვზიანდებით და მე ჩვენს ქვევით ვინც არის იმას, რომ მართლა დაემართოს მსგავსი ბაქტერიული რაღაც დაავადება, იმაზე უკვე ის ანტიბიოტიკი ნაკლებად მუშაობს, რეზისტენტური არის და იცით რა ეხლა ეს უფრო აი სტანდარტი რაღაც უნდა ჩამოყალიბდეს რა აუცილებლად ხო ზუსტად ხო და ეს მგონი მაგ მიმართულებისკენ ისედაც მიდის რა ეს ინდუსტრია და რაც ძალიან კარგი არის რა თქმა უნდა თავად მწარმოებლები მთავარ პრობლემას თევზის სპეციფიკიდან გამომდინარე ფერმერული მენეჯმენტის არცოდნაში ხედავენ და რეალიზაციაში შექმნილ მონოპოლიურ მდგომარეობაზეც ამახვილებენ ყურადღებას. ყველაზე მთავარი ჩვენთვის მაგალითად ერთი არის გაყიდვების დალაგება რა ეს თვითონ ინდუსტრია არის რა თქმა უნდა ეს ყובה ეს ყველაფერი დალაგებული უნდა ქონდეს მაგრამ რო ჩაჯდე თვითონ სექტორი რო ჩაჯდეს თქვა ბიზნესი რენტაბელური რო იყოს რა უნდა ქონდეს აი ეს პროგნოზირებადი ზრდა ხო და ეს ამისთვის მნიშვნელოვანია სწორი ყובה, სწორი წყალი, ტემპერატურის კონტროლი, pH-ი ასე შემდეგ რა და ეს ძალიან რთული არის თუ ეს ყველაფერი გათვლილი არ ხარ ვერ ხვდება ფერმერი ანუ რა დააკლო რა თევზს იმიტომ რომ მენეჯმენტი ეს არის მთავარი ეს არის ერთ-ერთი უდიდესი და ამისგან იქნება სხვა პრობლემები რაც არის აი ეს გაყიდვების პრობლემა რომ თქვა თევზი ვერ აღწევს იმ საბაზრო წონას რაც უნდა მიაღწიოს თქვა 2 წელიწადში ბევრად უფრო პატარა არის და თევზი უფრო სხვანაირი, უფრო რთული არის ვიდრე თქვათ აი ძროხა ან ღორი ან ესეთი სფეროები, იმიტომ ვერ ხედავ, ხო? იქ ბოლოს ფაქტიურად ბოლოსკენ ირკვევა, როგორი იმუშავა ხო ზუსტად და როგორი წარმატებული სეზონი ქონდა რა, მოსავალს ბოლოსკენ ნახულობ და ეს რო ნახავ, ხო, აქ მილიონი პრობლემების გამო შეიძლება იყოს რა, ეს შეიძლება საკვების დააკელიან, რაღაც ზუსტად ვერ გათვალე ფორმულა და ეს მენეჯმენტი არის პირველ რიგში ძალიან დასახვეწი და თავიდან ბოლომდე უნდა იცოდეს ყველამ რომ აი რა არის თითო ჯისე რა არის სპეციალურად გასაკეთებელი და კიდე ეს გაყიდვების დალაგება იმ მხრივ რომ თევზის ინდუსტრია საქართველოში ძირითადად ეს ბაზარზე ხდება რა და ფაქტიურად რაღაც მაფიასავით არის რა ბაზარზე რომ არ არის აი ეს სუფთა გაყიდვები თქვა პირდაპირ ქსელში შეგაქვს ძირითადად ხდება მებითუმეებთან და ამ ვაჭრებთან გიწევს მუშაობა და ეს ცოტა რთული არის იმიტომ რომ ძალიან დიდი კომპეტიცია არის და ასე შემდეგ შემოდის უცხოეთიდან თევზი და სულ იცვლება ფასი და არ არის სტაბილური საქართველოში თევზის გადამუშავება ნაკლებად ხდება. მწარმოებლები უმეტესად პროდუქტს ცოცხლად ყიდიან. არადა საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ თევზის გადამუშავება ერთ-ერთი მომგებიანი სექტორია. ნარჩენები კი მომშენებელს ახალი ჯიშების მოშენების შესაძლებლობასაც კი აძლევს. იცი მან ბევრი ვარიანტი არის, ხო, ჯერჯერობით ბევრი ფერმერი ყიდის ცოცხლად თევზს და პირდაპირ ბაზარზე მიაქვთ და იქ ბაზარზე თქვა ცოცხლად ყიდიან, მაგრამ თუ ვინც αφილეებს და ან თავს აჭრის ან გამოშიგას, მან რამოდენიმე ვარიანტი არის, შეიძლება თქვა გადაწყვიტოს ქარხანამ, რომ ეს ნაწილები გაყინოს, მერე დაფქვას და ეს ითვლება ძალიან ძვირად ღირებული არის, ეს თევზის ფქვილი არის, ბევრ რაღაცაში მოიხმარებაში. ჩვენთან იმდენად ცოტა არის ეს თვითონ გადამუშავების კულტურა, რომ ფაქტიურად არ ხდება რა, ძირითადად ცოცხლად ყიდიან და მერე სახში ხა ადამიანი შეიძლება თვითონ რაც ნაგავში გადააგდოს, ან არ ვიცი როგორ იმაშოვა, მაგრამ ეს გადამუშავება რაც უფრო იქნება დახვეწილი
თვითონ ვინც არის ეს ბიზნესმენი იმას არ აწყობს რომ ეს გადააგდოს. ხო, იმიტომ რომ შეუძლია იმათი რაღაც პირიქით თევზის საკვებში მოიხმაროს თვითონ ეს გადამუშავებული თევზის ფქვილი და სხვადასხვა აი თქვა ლოქოსთვის ან სხვადასხვა თევზებს იმატებს თავისი სხვა თევზის საშუალებით რა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია და პირიქით ეს რაღაც თლიანი ეკოსისტემასავით აღალიბებს რა, რაც ძალიან კარგი არის ინდუსტრიისთვის. და ბოლოს თევზის ადგილობრივი მწარმოებლები ამბობენ, რომ ქართველი მომხმარებლის ცნობიერებაზეც ბევრია სამუშაო, რადგან ერთი მხრივ თევზის მოხმარება გაიზარდოს, მეორე მხრივ არასწორი წარმოდგენები შეიცვალოს. კარგი იქნება კიდე ეს ხალხზეც მუშაობა, იმიტომ რომ ბევრი არის ახლა კლიენტიც იქნება თუ ისა, ბევრი რაღაც სხვადასხვა ბუნებრივი საშუალებებია კიდე არის მაგალითად ეს გაყინული თევზი რაღაც ცუდი ისაა რა, აქ კონოტაცია და ამერიკაში მაგალითად სადაც ცხოვრობდით დიდი ხანი, იქ არის შოკური გაყინვის კულტურა, სადაც ფაქტიურად სუშის, უმაღლესი ხარისხის სუში უფლება არ აქვს, რომ ცოცხლად მიიტანო რა. იქ პირიქით ანუ ვალდებული ხარ რომ შოკურად გაყინო, რომ ის ხარისხი ნარჩუნდება შოკურად და მერე გადაიტანო. ასეთი საკითხებზე მაინც ზუსტად და ეს კულტურა მაინც ეს თევზის კულტურა მაინც რომ შეიძლება ცოტა ახალია ჩვენთვის. ესეთი ქვეყანა ვართ რა ის არის ხო? რა უცნაური არის, მაგრამ ეს ანუ ეს ფაქტიურად ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხალხზეც იყოს მუშაობა და თან ეს სტანდარტებიც იყოს მაღალ დონეზე აყენებინათ. გადაცემის დასასრულს შევხედოთ ციფრებსაც. რას ამბობს სტატისტიკა ამ სექტორზე? საქართველოს ძირითადად თევზის იმპორტზეა დამოკიდებული. საქსტატის ოფიციალური მონაცემები მოწმობს, რომ ქვეყნის შიდა წარმოება მხოლოდ 3000 ტონამდეა. მაგალითად, 2023 წელს ქვეყანაში მხოლოდ 2469 ტონა თევზი იწარმოა. მაშინ როცა საგრძნობლად დიდია ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციის წილი. მაგალითად, გასულ წელს ქვეყანაში 7.700.000 დოლარის ღირებულების 995 ტონა ახალი და გაციებული თევზის იმპორტი განხორციელდა ქვეყანაში. ამ პროდუქტის მთავარი მომწოდებელი ჩვენი მეზობელი სახელმწიფო თურქეთი გახლავთ, საიდანაც გასულ წელს ჩვენმა ქვეყანამ 4.800.000 დოლარის ღირებულების თევზი შემოიტანა. არადა სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ ქაფშიის ადგილობრივი წარმოების უნიკალურ შესაძლებლობაზე, რომელსაც ჩვენ ვერ ვიყენებთ, სამაგერად ჩვენს რესურსს კარგად იყენებს მეზობელი თურქეთი, რომლისგანაც თევზს ისევ ჩვენ ვყიდულობთ. სხვათა შორის კლიმატის ცვლილება და ზღვის ნავთობპროდუქტებით დაბინძურება ზოგადად თევზის, მათ შორის ქაფშიის წარმოებას დიდ საფრთხეს უქმნის. საქართველოს კი როგორც სანაპირო დაცვის ექსპერტი მამუკა გველავა გვეუბნება, არანაირად არ აქვს მზაობა, რომ ქაფშიის ადგილობრივი წარმოება ამ რისკ ფაქტორისგან დაიცვას. მეთევზეობა, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ისე ირონიულად იხსენებენ ხოლმე ჩვენს ქაფშიის მეთევზეობას, მაგრამ საქართველოს ქაფშიის მეთევზეობა არის მსოფლიოში უმდიდრესი ქაფშიის მეთევზეობა. სამწუხაროდ ჩვენ არ სარგებლობთ ამით, ჩვენი მეზობელი ქვეყანა უფრო სამხრეთის, ჩვენი მეგობარი თურქეთი გაცილებით მეტად სარგებლობს ჩვენი სანაპიროს ქაფშიის რესურსებით. ამიტომ უკვე თურქეთმაც და საქართველოსმაც მობილიზება უნდა გააკეთონ, რომ თუნდაც ეს ქაფშიის რესურსები შევინარჩუნოთ. ამ საფრთხესთანაცავად არავინ არ მიირთმევს დამერწმუნეთ ნავთობის გემოს მქონე თევზს. რა ვიცი, უკვე მზადებაში უნდა ვიყოთ, ტემპერატურა მოიმატებს ნელ-ნელა, წავა სადმე ტემპერატურა არა მოიმატებს. თევზის მომშენებელთა ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში თევზის მოხმარება გაიზარდა. 2022 წელს ჩატარებული მოკვლევით წლიურად ერთ სულ მოსახლეზე თევზის მოხმარება 4 კილოგრამს შეადგენდა, დღეს კი 7-9 კილოს ფარგლებშია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით კი ერთმა ადამიანმა წლიურად 21 კილო თევზი უნდა მოიხმაროს. ამით აგროსიახლეები დასრულებულია. ყველაფერზე, რაც ეხება აგროს და ეხება გარემოს, გიყვებით ჩვენ და არავინ ჩვენსავით ამომწურავად. რეგულარულად გთავაზობთ მასალებს სტატიების აუდიოს და ვიდეოს სახით, როგორც მულტიმედიურ მასალას ჩვენს Facebook გვერდზე აგროსიახლეები. მოიწონეთ და გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელი, მოგძებნეთ და გახდით ჩვენი მიმდევრები Instagram-ზეც და გამოგვიწერეთ YouTube-ზეც. ასევე შეგიძლიათ შემოგთავაზოთ თქვენთვის საინტერესო და აქტუალური თემებიც. მოკლედ ძალიან აქტიურები ვართ ონლაინ და ინტერაქციულები თქვენთან აუდიტორიასთან. ჩვენი გადაცემის ნახვა კი შეგიძლიათ როგორც აგროგარემოტივისა და მაუწყებელთა ალიანსის წევრი რეგიონული მაუწყებლების ეთერებით, ასევე ვებგვერდზე აგროგარემოჯი. ერთი კვირით გამშვიდობებით.
ხელოვნური ინტელექტი შენმოქმედებაში. ტექსტი, ვიდეო, ფოტო, აუდიო. ერთი მოდულის ღირებულება მხოლოდ 19 ლარი. ჩვენ შევქმნით AI audience-ერი, ჩვენ შევქმნით AI news-ი, ჩვენ შევქმნით გაიდი ონლაინ მედიის AI-ია და ახლა ჩვენ შევქმნით კურსი თქვენთვის. ხელოვნური ინტელექტის შენმოქმედება. ეს ხმაც ჩვენ შევქმნით ხელოვნური ინტელექტით. ეს გამოსახულებაც და ახლა შეგვიძლია გასწავლოთ შენც. ტექსტის, ფოტოს, ვიდეოს, აუდიოს შენმოქმედება. სერტიფიცირებული კურსი ნათია კუპრაშვილთან, ნინა ხელაძესთან და JRC-ის გუნდთან ერთად. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.